ეს მონოლოგი 2007 წელს არის დაწერილი და სიმართლე გითხრათ, ტექსტი მე თავადაც არ მახსოვდა, ამიტომ ერთგვარი სურპრიზია ჩემთვის და ეხლა წავიკითხავ ტექსტს თქვენთან ერთად და ბოლოს შევაჯამებ ჩემ შეხედულებებს. პოეტის მონოლოგი ქვია, ნებისმიერი მონოლოგი მით უფრო ამგვარი გამოსამზადებლად დაწერილი, სხვის მოსასმენად და წასაკითხად, ყურადღების მისაქცევად დაწერილი, მაინც ვერ იქნება მონოლოგი. ნებისმიერი ტექსტი, ყველაზე პირადული და ინტიმური, თუ გადამალული არ გაქვს ან კავკასავით, სიკვდილის წინ გასანადგურებლად არ გაწირავ, ყოველთვის გულისხმობს მეორე ადამიანს ან სხვა ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ უბრალო მკითხველები, არამედ შენი მონოლოგის თანამონაწილეებიც ხდებიან და არაცნობიერში მაინც ადღა ჩემი ინსტინქტებისა და რეფლექსების მიღმა დიალოგში ტრანსფორმირებული ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში პოეტის მონოლოგად მოიაზრება. პოეტი ამ შემთხვევაში ისეთი დესაკრალიზაცია განიცადა, ისე დაეშვა ციდან დედამიწაზე, ვირტუალური სამყაროდან, რომელსაც ადრე ლიას ტურუას თქმის, სპილოსულის კოშკს ეძახნენ, ისე გადმოინაცვლა ყოველდღიურობაში, რომ დღეს ბევრად ადვილი აქ ერქვას პოეტი. მთავარია შენ გავედო, შენ დაირქვა, შენი ცხოვრო ამ სახელით მშვიდად, მაგრამ რუსთაველისა და ბესიკის ქვეყანაში, აკაკისა და გალაქტიონის ქვეყანაში, პათეტიკურია, მაგრამ ფაქტია. ეს ფაქტი კი თუ ნივთმტკიცება არა, მინიმუმ 8 საუკუნით დადასტურებული რეალობაა. პირველი პროფესიონალი პოეტი საქართველოში აკაკი ყოფილა, იმიტომ რომ რუსთაველი მეჭურჭლე თუ ხუცესი იყო ჯერ და მერე ვეფხისტყაოსნის ავტორი. გურამიშვილი ჯაბადარბაში და მერე დავითიანის შემქმნელი. გრიგოლ ორბელიანი რუსული არმიის ოფიცერი და მერე იარალის დამწერი. აკაკი კი მხოლოდ ლექსებს წერდა და ამით ირჩენდა თავს. თუ ამას თავის რჩენა ერქვა. ცოლი მყავს, არა მყავს, შვილი მყავს, არა მყავს, ფული მაქვს, არა მაქვს. ეს სიტყვები ყველაზე კარგად გამოხატავს აკაკის მდგომარეობას და იმასაც, რომ ნამდვილ პოეტს პოეზიის გარდა არასოდეს არაფერი ჰქონია. დღეს ვიღა ირჩენს თავს პოეტობით, ამიტომაც დღისით შეიძლება პროგრამისტი ან ჰაკერი იყო, პოლიტიკური ოპოზიციის მიტინგებზე გამოდიოდი ან ბირჟის მაკლერად მუშაობდეს. აღამოს კი შენს ვირტუალურ სამყაროს შეეხიზნო. ქაღალდზე ან ფაილზე გადაიტანო ტკივილი ან სიხარული და უტრდინელად დაირქვა პოეტის სახელი. თუ შეძლებ, რატომაც არა. ხომ არ დავდივარ დღეს ჯოხა ახალუხითა და ჩიხტიკობით. ხომ არ ვსაუბრობთ მაღალი სტილით, რევერანსულად. ყველა დროს თავისი კანონები და მოდა აქვს. მთავარია შენ გამოაღწიო წარსულის ხსოვნიდან, კომპლექსები დაძლიო და იყო თანამედროვე ქართველი პოეტი. მერე რა, რომ შენს კონკრეტულ შემთხვევაში ამას კიდევ ერთი მაგრამ ემატება. საქართველოში ორგზის ნელია იყო პოეტი და იყო ქალი. ქალობაზე შეგიძლია უარი თქვა, ნუ იქნები სუსტი და სხვაზე დამოკიდებული, ემანციპირებული იყავი. დღისით პრაქტიკული პროფესიით თავიც ირჩინე და სხვებიც არჩინე, ღამე ლექსები წერე ძველ-როულში ან პენტიუმ 4-ში. თუ ესეც არ შეგიძლია და მაინც გეხამუშება პოეტება, მონოლოგს მაინც დაარქვი სხვა სახელი, ამაში ხომ თავისუფალი ხარ, არავის შეუზღუდი ხარ, არავის შემოუფარგლავ შენი მონოლოგების ხვარი, მაგრამ თუ ერთხელ მაინც განგიცდია ლექსის წერით მოგრილი სიამოვნების ბანკი, გადავხედება მაინც ადვილია და ამ მონოლოგში მაინც უწოდებ საკუთარ თავს პოეტს. მერე რა, რომ სხვისი ამგვარი მონოლოგი ირონიულ ხილს მოგვრიდა. ახლა სხვებმა გაიცინონ, ვისაც არასოდეს უწოდებია თავისთვის პოეტი, ვისაც არც-ერთი სტრიქონი არ დაუწერია, ვისაც არაფერში სჭირდება სპილოზულის კოშკი და ყოველთვის კაც რეალობაში ცხოვრობს. იოსიფ ბროსკის ეპოქაც მოკვდა. ლექსების წერა არის სიკვდილში გავარჯიშება. ესეც მაღალი სტილია, პოეზიის მაღალი დანიშნულებისა და ფატალიზმის გარდაუვალობის აღიარება. მე-20 საუკუნეც მოძველებულა თავისი თავგანწირვის პათოსითა და ბედისწერის აღიარებით. დღეს არავინ ფიქრობს ლიტერატურაზე ამგვარად. ლიტერატურა არის ადგილი, სადაც ყველაფრის თქმა შეიძლება, რადგან მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. გიგა ზედანია. ლექსის წერა სულაც არ არის სიკვდილში გავარჯიშება. ხშირად ეს ვერსიფიკაციული გავარჯიშება უფრო ან კონვერსიული ქაოსი, ნიღბების კომედია. ამიტომ პოეტი როგორც წინა ეპოქაში ციდან მოვლენილი, ღმერთის მიერ ადამიანებთან გამოგზავნილი შუამავალი კი არ არის, რომელიც მოკვდავთაგან განსხვავებით სიტყვის პირველყოფილი არსისთანან გამცდელია, არამედ ჩვეულებრივი ჯამბაზი, მასხარა, კომედიანტი, ოღონდ სიტყვის მიერი, რითმის მიერი, ვერლიბრის მიერი. ჯამბაზობა კი სიკვდილზე ადვილია, ყოველ ლექსის მიერ სიკვდილზე ბევრად ადვილი. არ არის მოდაში არაფერი ემფანტიკური, არც ქალური სინაზე, არც ცრემლი, არც მანდილი ბრძოლის დროს საშველად მოვლენილი, არ არის მოდაში მუდიდან გადახვევა.
ამიტომაც თუ დროებით მაინც დახუჭავ თვალს და ამ მონოლოგში მაინც იქნები პოეტი, თანამედროვე პოეტი მაინც ვერ იქნები, რადგან ემასი პირებულიც ვერ გახდები, არა გულჩვილი და ღამე მაინც ისეთ რაღაცებზე იდირებ, რაზეც სხვები არ დირიან. ისეთ რაღაცებზე იდარდებ, სხვები რომ არ დარდობენ. ღამე მაინც იოცნებებ შენი ცხოვრების ზემო რეირაზე, რომელიც ვერ იტანს ემასიპირებულ ქალებს. სუსტი და მტირალა ქალები მოსწონს. მის ძლიერ მხრებს რომ დაეყრდნობიან და გულწრფელ, ძველმოდურ ლექსებს დაწერენ. ღამე ლოგოკინასავით საკუთარ თაბლაში გამოკეტილი, ვერ იფიქრებ ლექსის ფეშენზე და ვერ იქნები ძლიერ მოდური. ახლა თვითკმარი პოეტები არიან მოდაში, სევდაც რომ საკმარისად აქვს და სიხარულიც, მაგრამ გარეთ გამოსადანა, თაბლის იქით გამოსაჩენად მხოლოდ მეტაფორა რო ემიტებათ, მაგრამ არაცრემლიან სისუსტე. შენ ძირგებ დრო და რკინის ჯავშანს და ლოგოკინაზე დაცული, ავ ჯამშავში შემძვრალი მეტაფორებს გამოხდეთ, მაგრამ ცრემლი და სიხარული იმ ჯავშნიდანაც გამოჟღნავ და შენი თვითკმარობაცა და მოდურობაც დასასრულს უახლოვდება. არა თანამედროვე ძველმოდურ პოეტს, ან დროში შეზღუდულ ერთ მონოლოგში გაცხადებულ პოეტს მონოლოგიც ამგვარი ექნება, ძველმოდური და ემფათიკური, ტკივილის ტრადიციული, უსამშობლობის, მარტოსულობის, გულგრილობის, უსასოობის ტკივილი. სიხარული ცოტა, მაგრამ ისიც ტრადიციული, გაზაფხულის, კიდევ ერთი სიყვარულის, გულწრფელობის, ერთგულების გამო. მარტო ფეფრმა იცის რას ნიშნავს ბოლომდე დაწვა. მხოლოდ პოეზია შეუძლია ფერფლის განცდის აღდგენა, სრული თანაუმობა, ან შეეძლო. დღეს კი ამგვარი რამის გამჟღავნება გარეთ გამოტანა პოეტური სისუსტეა, რეტროგრადობა, ჩამრჩენა, ფორმის არხეინი, გამჭრიათხი, თაყვანის ცემა და უბრალო ლაღბობა საკმარისია ლიტერატურის შესაქმნელად. ამიტომაც უფრო ადვილად ირქმევენ პოეტის საყრელს. ჩემნაირებიც, უკეთესებიც, უარესებიც, უფრო ნიჭიერებიც, უნიჭოებიც. ქართველი პოეტი მიჯაჭვულია მშობლიურ მიწას, ხშირად მშობლიური ენის ტყვეობაში იმყოფება, მისი მძევანია, მისი პატიმარი. ამიტომაც მისი სამყარო ლოკალურია, მისი მკითხველი შეზღუდული, მისი მონოლოგი ეროვნული, მისი სათქმელი ნაციონალური. თანამედროვე ქართველი პოეტი უფრო რადიკალია, უფრო კოსმოპოლიტია, უფრო თამამია, უფრო გამომწვევი, უფრო ღია და გახსნილი, მაგრამ მაინც ეროვნული, მაინც ქართველი. ესე ჩვენი ბედის წერაა, ტვირთია. იყო ნიჭიერი გენიოსიც, მაგრამ ეს იცოდე სამყაროს უმცირესმა ნაწილმა, უმცირესმა ნაკუწმა. თუმცა თბილისის ბოჰემითა და ლექსით აღება უფრო ძნელია ვიდრე პარიზის, გრიგოლ რობაქიძე. და აქ პოეტად ყოფნა ნიშნავს ყველგან შეძლებას პოეტად ყოფნის. პოეტებს უნდათ არასოდეს დამთავრდეს ლექსის მადანი, რადგან ლექსი მათი პოეტური არსებობის ნივთიერი დადასტურებაა. ვერასოდეს ელევიან ფორმის მიერძიებებსა და ექსპერიმენტებს, რადგან სიახლე ზდისა და ცისვლის გარანტია. თანამედროვე პოეტებს უყვართ პოეტური და ვირტუალურ გაერთიანებებში ყოფნა, რადგან ვებგვერდებზე გამოფენილი ლექსები იმის დასტურია, რომ არასოდეს შეგეპარება ეჭვიშენს პოეტობაში და აკადმის ხუში ან სილფაინში აკრეფილი ლექსი ყველასათვის ხელმისაწვდომია. იმათვისაც კი, რომლებიც ლექსებს არ კითხულობენ, მაგრამ აღიარებენ პოეტად ყოფნის უპირატესობას. საქართველო ხომ პოეტების ქვეყანაა. არ მიყვარს ვებგვერდები და ვერ ვიტან ხელოვნურად შექმნილ რეგისტრზე გადასაყვანს სილფაინს, მაგრამ მეც ძალიან მინდა არასოდეს გათავდეს ლექსის მადანი, რადგანაც იქ ყველაზე მეტად გავარ საკუთარ თავს. იქ არ მჭირდება და არ შემიძლია სიყალბე. შემიძლია მხოლოდ პოზირება ისიც დროდადო, რადგან მთელი ცხოვრება ისედაც თამაშია და თამაში ლიტერატურაში ორმაგი პოზირება. პოეტებს უყვართ ერთად ყოფნა და არ ვიცი რაზე ლაპარაკი, რადგან ჩემი არც ერთი მეგობარი არ არის პოეტი და მე შეზღუდული პასუხისმგებლობის პოეტი ვარ, მხოლოდ ახლა მონოლოგში და ლექსის წერის მხოლოდ მცირე ბედნიერ წუთებში, იშვიათად საათებში. პოეტებს უყვართ ლექსების ხმამაღლა კითხვა. მეც დეკლარირება შემიძლია და არც ხმამაღალი ვარ და მხოლოდ ჩურჩულით, ჩემთვის თუ წავიკითხავ რამეს, გულის ფანცქალით, ფარული შიშით. პოეტებს ბოჰემა უყვართ, მე კი ჩუმად, უხმაუროდ, მოწყენილად ყოფნა. ჰაკერად ან ბირჟის მაკლერად, სარეკლამო აგენტად ან ოპოზიციონერად ტრანსფორმირებული პოეტი ყველგან მეტაფორასა და პოეტურ სახეს ეძებს. მე ვებრძვი ჩემში ლექსად დაგროვილ სათქმელს და მხოლოდ მოცალეობის ჟამს, როცა თავისუფლდები ჩემი პრაგმატული პროფესიის მძიმე თვირთისაგან, ბავშვებივით მძიმე და მდგინებლად ვაჩენ ლექსებს, ყველაზე ხშირად უსახელოებსა და უფორმოებს.
ამიტომაც მეუხერხულება პოეტად ყოფნა. პოეტად ყოფნა ხომ მთელი სისხლის, მთელი ძალის, ენერგიის, მთელი სიცოცხლის გაღებას ნიშნავს. თავგანწირვას, სხვებს შეწირვას, ხულმოჭრილ მონას, უფრო ქურუმად ყოფნას გულისხმობს. ამიტომაც ჩემი და ჩემი არაპოეტური, ემანსიპირებული ცხოვრება და ჩემი ემფანტიკური, ეკლექტური, მაგრამ გულწრფელი ცოტათი პოზიორული მონოლოგი. ერთადერთი ალბათ, რასაც შევცვლიდი აქ, ცოტა ისეთ ამაღლებულ ტონს და უფრო პროზაულად დავწერდი ალბათ. შეიცვალა ამ 4 წლის განმავლობაში, თუ 5 წლის განმავლობაში ის, რომ ძალიან შემიყვარდა სილფაინა, არ მგონია ის, რომ ესეთი ხელოვნური შრიფტია და დღეს ძალიან მომწონს. დღეს სამწუხაროდ კიდევ უფრო გაუწყობილია ჩემთვის პოეტის სახელი და კიდევ უფრო მგონია, რომ არ უნდა მერქვას პოეტი, იმიტომ რომ კიდევ უფრო იშვიათად წერ ლექსებს. მაგრამ ეს პროცესი პოეტის სახელის დესაკრალიზაციის სამწუხაროდ გაგრძელდა და როგორც არასდროს საქართველოში პოეტებს ისე უჭირთ პური შეოვნა, ლუგმა პური შეოვნა, ფული შეოვნა მხოლოდ ლექსი და ამიტომ იძულებული არიან ჰქონდეთ არაპოეტური და პრაგმატული პროფესიები. თუმცა მაინც სასიამოვნო იყო ამ მონოლოგის წაკითხვა. ადამიანისთვის ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობდა იგი რამდენიმე წლის უკან და როგორი პოზიცია ჰქონდა.